მოდით წავიკითხოთ რიცხვები. 7, 17, 27. რაც შეეხება სამნიშნე რიცხვის წაკითხვას, 317, 827. ახლა 4-ნიშნე რიცხვის წაკითხვისას მოვიქცეთ ესე. ბოლოდან 3 ციფრის წინ ვთქვათ სიტყვა 1000. და 1000-ის წინ რაც წერია წავიკითხოთ ის ციფრი იქნება თუ რიცხვი. ანუ რა გვექნება 2317. ბოლოდან 3 ციფრის წინ ისევ და ისევ გავჩერდებით და ვიტყვით 1000 და გვაქვს 4827. დავიდეთ წინ, ისევ იგივე პრინციპით, გავჩერდეთ აქ და ვთქვათ სიტყვა 1000, ხოლო 1000-ის წინ გვაქვს ორნიშნა რიცხვი 12. ჩვეულებრივად დავიკითხოთ 12317, 34827. ახლა გადავიდეთ 6-ნიშნა რიცხვის წაკითხვის პრინციპზე და ეს იგივე არის აბსოლუტურად. ბოლოდან 3 ციფრის წინ ვთქვათ ისევე სიტყვა 1000, ხოლო 1000-ის წინ სამნიშნა რიცხვი გვიდგას უკვე და დავიკითხოთ ისე როგორც ვკითხულობთ სამნიშნა რიცხვს. 612,317. ბოლოდან 3 ციფრის წინ ისევ გავჩერდეთ, ვიტყვით სიტყვა 1000, ხოლო 1000-ის წინ დგას 534, ამიტომ დავიკითხოთ ასე 534,827. ახლა გადავიდეთ 7-ნიშნა რიცხვის წაკითხვაზე და ჩვენ ვთქვით, რომ ბოლოდან 3 ციფრის წინ ვამბობთ სიტყვა 1000, ხოლო 1000-დან 3 ციფრის წინ ვამბობთ სიტყვა მილიონს. ანუ მილიონის წინ გვიწერია 7 და ეს რიცხვი წაიკითხება ასე. 7,612,317, 9,524,827. და მოდი გავზარდოთ ეს რიცხვებიც და თქვათ 7 ჩავუყენოთ წინ ერთიანი. რა იქნება ეს? 17,612,317. თქვათ 29,524,827 და მილიონის წინ ჩავაყენოთ სამნიშნა რიცხვიც. მოდი, აქ ვთქვათ 9 და როგორ წაიკითხება ეს რიცხვი? 917,612,317. როგორ წაიკითხება შემდეგი რიცხვი? ვთქვათ აქ დავაყენოთ 6-იანი. 629,524,827. ესეც ასე.